ეკონომიკის მინისტრს ბიზნესმა ბრენდული სასტუმროების სუბსიდირებას თხოვა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განხილული საკითხებიდან ერთ-ერთზე საჯაროდ ლაშა პაპაშვილმა ისაუბრა. რედიქს ჯგუფის დამფუძნებელი კონკრეტულ უწყებებს ინიციატივით მიმართავს და მოტივად არსებული ტურისტული ნაკადების მწყიდველ უნარიანობას ასახელებს. ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ძირითადად დაბალბიუჯეტიანი ტურისტები სტუმრობენ და მაშინ როცა სასტუმრო ბიზნესი გრძელვადიან მოცულობით ინვესტიციებს საჭიროებს, მათგან მიღებული შემოსავალი არ ყოფნით. დაინტერესი ბრენდული სასტუმროების პროცენტის სუბსიდირებაზე თუ არა რამე ახალი პროექტი, იმიტომ რომ ძალიან მცირე არის, ახლა პრაქტიკულად აღარ აფინანსებენ და პასუხი იყო, რომ კი მზადდება პროექტი, არის მთავრობაში ლაპარაკი და უახლოეს დროში გამოცხადდება სიახლე. თქონა მაქსიმალურად გაისანიცინოს როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასე ფინანსთა მინისტრმა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში ნაკადები იზრდება. სტუმრების და ბრენდული სასტუმროების პრაქტიკულად არ აქვს რეგიონებში. თბილისშიც შეიძლება დაემატოს კიდევ ბევრი, მაგრამ დაბალბიუჯეტიანი ტურისტი მოდის მაინც 4-5 სასტუმროში 70-80 დოლარს სტუმარი არ არის, არაფრის არ ყოფნის, მოგება ვერ რჩება. საქართველოს მასშტაბით ბრენდული სასტუმროების ძირითადი ნაწილი დედაქალაქის გარდა თავს აჭარასა და კახეთში იყრის. ამ გადანაწილებასაც თავისი მიზეზი აქვს. მათ შორის ერთ-ერთი გამართული ინფრასტრუქტურაა, რაც ძვირადღირებული სასტუმროების მუშაობისთვის აუცილებელი პირობაა. ვიდრე სასტუმრო ბრენდი ქვეყანაში შემოვა გრძელ გზას გადის. გვიხსნის სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია McElnerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი ამბობს, რომ სასტუმრო ბრენდის ქვეყანაში შემოსვლამდე ჯერ სასტუმროს დიზაინი თანხმდება და არქიტექტურა, რაც დამატებით ფინანსებს საჭიროებს და ამ პროცესში კერძო სექტორს სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება. როდესაც ბრენდი შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე, ყოველთვის ითხოვს ფინანსური კვლევის, ანუ მიზანშეწონილობის კვლევას, რომელსაც სახელმწიფო უნდა აწვდიდეს ინვესტორებს უკვე გამზადებულ კვლევებს სხვადასხვა რეგიონების მიმართულებით, რომ ინვესტორს აღარ დაჭერდეს ამაში დამატებითი ხარჯების გადახდა. განსაკუთრებული გამოწვევა ინვესტორებისთვის არის კადრები რეგიონებში და სახელმწიფო ამ თვალსაზრისით ძალიან დიდ დახმარებას უნდა უწევდეს ბიზნესს, რომ მოხდეს იქ ადგილზე კადრების მიზნობრივად მომზადება და განვითარება. ჯერ კიდევ ჩვენი პროფესიული სასწავლებლები მოთხოვნას ვერ პასუხობს, როგორც რაოდენობის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით. გადაადგილება უნდა იყოს კომფორტთან დაკავშირებული. გარდა ამისა, ქვეყნის შიგა ფრენები გამოწვევას ვერ პასუხობს. ხოდ ერთი თბილისი-ბათუმის ფრენა არ ყოფნის იმისათვის, რომ მარტივად გადავაადგილდეთ. ინფრასტრუქტურის გამომართავობის პრობლემაზე საუბრობს შალვა ალავერდაშვილი, სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის თქმით, აუცილებელია საგადასახადო შეღავათების შემოღება, რაც რეგიონებში სეზონზე მომუშავე სასტუმროებს მნიშვნელოვნად დაეხმარება. შალვა ალავერდაშვილის თქმით, რეგიონებში სასტუმროები ქონების გადასახადს სეზონურად უნდა იხდიდნენ. 90% შემთხვევაში ეს ფინანსურად არამომგებიანი თემა, ეს არის რეალურად დამყარებული იმ ხარის სიყვარულზე, ან თვითონ პატრონის სურვილზე, რომ იმ მიმართულებით განვითარდეს და იქ სასტუმრო გააკეთოს. ქონების გადასახადის არსებობა, იქ სადაც სეზონია 3 და 4 თვე, მთელი წლით რო იხდი ქონების გადასახადს, საერთოდ წარმოუდგენელია და ამაზე ბევრჯერ მინაპარაკია, რაც ნიშნავს სეზონი. ევროპულ ქვეყნებში სეზონი ნიშნავს არა წყალში ჩახტომას, შეგვიძლია წყალი გასვლა წყალში ჩავხდეთ, არამედ ეკონომიკური საქმიანობის დაწყების პერიოდს და ეკონომიკური საქმიანობის დამთავრების პერიოდს დავყოთ რეგიონები და გამომიჯნოთ მინიმუმ ესპანეთის თუ თლიანად არ მოხდება ქონების გადასახადის განთავსება რეგიონებში, სეზონი უნდა შევქმნათ და დავარქვათ სეზონი და იმ პერიოდზე გადაიხადოს ადამიანის გადასახადი, როცა რეალურად მოქმედებს. სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის პოზიციას, რომ ხარდაჭერა განურჩევლად ბრენდული თუ არაბრენდული დასახელებისა ყველა სჭირდება, სექტორის სხვა წარმომადგენლებიც ეთანხმებიან. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ სახელმწიფოს ჩართულობის მიზეზი ტურისტული ნაკადების სპეციფიკის ცვლილებაა. ბიზნესის წარმომადგენლები ახალ რეალობაზე მოსარგებლად ხარდაჭერას ელოდებიან. ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელსაც სიმხლ ბიუჯეტი აქვს, რომ მთლიანი სფეროს სუბსიდირება გააკეთოს. გააკეთო ბრენდული და არ გააკეთო სხვა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომელსაც უფრო შეიძლება უჭირდეთ, ეს საერთოდ მგონია, რომ ძალიან უსამართლო იქნება. თავისუფალი ბაზრის პირობებში მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი არეგულირებს მოთხოვნა. მოთხოვნაზე უნდა ვიმუშაოთ, სწორ მოთხოვნაზე, სწორ სეგმენტებზე, სწორ ბაზრებზე უნდა იყოს მუდმივი კომუნიკაცია საჯარო და კერძო სექტორს შორის. რა იცის მაგალითად, აი სიტყვაზე ვამბობ, პატარა
ჩაუტარა საოჯახო სასტუმრო თუშეთში, როგორ გავიდეს ინდურ ბაზარზე, რომელ საიტებზე წავიდეს, ენის ბარიერია, ან თუნდაც ჩინურ საიტებზე, ხო, იქაც ხო იგივე არის. მარკეტინგის კუთხით თქვათ, მათი გამართვა, სასტუმროს მართვის კუთხით თქვათ, ასევე დახმარება, ხო, ეს არის აი უზარმაზარი პალიტრა, მე ვიტყოდი, იმ სერვისებისა, რომელსაც აქამდე ძირითადად ვთქვათ, დონორი ორგანიზაციები ფარავდნენ ფინანსურად და ეს დარჩა ღია. ლაშა პაპაშვილი, რომელიც სასტუმროებს თბილისში, კახეთსა და ბათუმში ფლობს, კიდევ ერთ სასტუმროს აბასთუმანში აშენებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ სასტუმროების ხელშეწყობის მექანიზმზე მთავრობაში მსჯელობა არის, თუმცა რა მიმართულებებს განიხილავენ ეკონომიკური გუნდის წევრები უცნობია. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ნაწილი პროცესში ჩართვას ითხოვს და ამბობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ბიზნესის გარეშე არ უნდა ხდებოდეს.